ბატონო, აღიარებს თუ არა ხელისუფლება, მე მაინტერესებს, აი გაკეთილებაში ხელისუფლების ესეც შედის თუ არა, რომ მან აღიაროს ქართული საარჩევნო სისტემის ხარვეზები. აღიარებს თუ არა, რომ არის ხარვეზები და არის გამოცხადებული. რომ მუდმივად გვაქვს მსჯელობა ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, უცხოელ კოლეგებთან ერთად იმაზე, რომ კიდევ უფრო დაუხვევდოთ ჩვენი საარჩევნო კოდექსის ნორმები. რა შეეცხოვა რომ ჩატარდეს ამ კოდექსით არჩევნები ჩემი დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვთქვა. ჩვენთვის თავარი არის რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე თვითონ ამ ახალი კოდექსის შექმნის პროცესი. მაგრამ ნახეთ ახლა როგორც კი ჩვენ დავიწყეთ საუბარი რომ სადავართ რომ ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსზე, ჩვენი ოპონენტები გამოვიდნენ, ჩაკვალეს ეს ჩვენ სისუსტეც და გამოაცხადეს რომ თურმე ხელისუფლება ემზადება რიგარეში არჩევნებისას. არ არის ეს მეგობრებო, მე მინდა ვთქვა რომ მომდევნო არჩევნები საქართველოს ჩატარდება 2010 წელს, ეს იქნება ადგილობრივი მმართველობის არჩევნები და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2012 წელს. ისევ იმ საკითხზე, რომელიც საარჩევნო კოდექსს უკავშირდება, ჩვენ გადავართ რომ ჩვენ კოლეგებთან ერთად ვიმსჯელოთ და მათთან ერთად იმ ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნება, ვიღებოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინდა რომ ჩვენმა კოლეგებმა ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვთქვათ, აი რა არის გამოსავალი იმაში, რომ ფიურთან დაკავშირებით ერთადერთამოძებით მათ კითხვები მოეხდა. მე ვერ ვნახე ვერც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ფიაში თურმე ვერ პოულობდა თავის თავს, ვერ ვნახე ეს ბოლო არჩევნები ბატონო. ჩვენ პოლიტიკური კრიზისს რომ დაინახეთ ამ ქვეყანაში და რაღაცა პრობლემა მაქვს. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე უბანზე აძლევდნენ, ხმას აძლევდნენ იმ უბანზე, სადაც საერთოდ ისინი არ ცხოვრობდნენ იმის სამართლით. ეს არის გამოვლენილი ფაქტები, რომლებიც ანუ მახსოვს მაგალითად ქალწომა თინახიდაშვილმა აღმოაჩინა ეს მამაკაცი, რომელიც საბურთალოზე აძლევდა ხმას, რომელიც იქ მართლაც არ ცხოვრობდა. ეს ფაქტები ამაზე შეუსაბამი ხელმოწერილები და მეცნიერად დასმული. ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან ტექნიკური საკითხი, რომელიც შემიძლია აქვს უბრალოდ თუ საზოგადოების არა მზად რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის რომ ადამიანს აღარ ქონდეს საშუალება რომ რამდენიმე უბანზე მივიდეს ამის თემა. ან მივიდეს ამაზე. ამის შემდეგ თქვენ ეხეთ რომ ეს კოდირებული ბარათები ჩვენთვის არის ორი თალი ხელმისაწვდომი, თქვენთვის არის ერთი და იგივე დამობრალებს მაინც. ორი კამპანიას აქვს რეპლიკა და ერთიდან თქვა 21 მაისის არჩევნების დღეს ისევ დაუბრუნდეთ რეგიონულ მედიას, არჩევნები გაიფარა კოორდინირებულად. მთელი დღის განმავლობაში რეკავდნენ ჩვენთან ტელეფონზე ჩვენი კოლეგები და გვეუბნებოდნენ, რომ აქ არის ეს დარღვევა, აქ არის ეს დარღვევა, ან ზოგ შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ დარღვევები არ გვინახავს. მაგრამ შემდეგ ეს მასალა, ხმოვანი მასალა, სადაც ძალიან ბევრი რამ იყო, მათ შორის იყო 3 ექსკლუზივი. ერთი იყო ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი იყო ელისოშაფიძის ზარი და ერთი იყო კოტესტალინსკის ზარი. აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა იყო. იდო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ვებგვერდზე იდო და ეძღეს გაქრა. დარჩა მხოლოდ ტექსტური ფაილები, ხმოვანი ფაილები გაქრა, აღარ არსებობს. საერთოდ აღარ არსებობს. ის რა, ვინც ვებგვერდზე დადო, მან ასლი არ შეინახა? არა, იმიტომ რომ ჩვენ აგვიხსნეს, ჩვენ გვქონდა და ჩვენ აგვიხსნეს, რომ ტექნიკურად არის შეუძლებელი აქედან ამის გაქრობა. ამიტომ არ არის პრობლემა, დადეს და იქნება. დავდის და აღარ. ნაური ისტორია შესაძლოა. მოდი დარბაზს დაუთმოთ. ბატონო, მოკლედ, განეთ შემდეგ მოდით დასვით, რაც შეკითხვები გაქვს და მე ერთმანეთს უპასუხოთ ჩვენ უკვე დასასრულისკენ მივიდეთ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი დანელია თამარი. ქალბატონმა იამ წეღან თქვა, რომ უნდა რომ საქართველო იყოს დემოკრატიული. მაინტერესებს სააკაშვილი თუ ამ რიგ გარეშე არჩევნებში წააგებს. ეს იქნება ერთი უბრალოდ გადადგმულინებითი დემოკრატიისკენ თუ უკვე დემოკრატიული ქვეყანა ვიქნებით და ბატონ დავით გასაგანიმეცნიერებთან. ეს საერთოდ ვიკითხე და ისტორიკული კითხვაა? თუ ვინმეს კონკრეტულად? არა, უბრალოდ ისტორიკული კითხვაა და ბატონ დავით საგანიმეცნიერებთან მინდა ვკითხო წეღან თქვენ ვფიქრობ არჩევნების საარჩევნო კამპანიაში სააკაშვილი დახარჯავს მილიარდებს და გაუძლებს ამას საქართველოს ეკონომიკა? ის გამოცემების საწარება ამისგან. თქვი ასეულობით მილიონებს, თითქმის მილიარდს. მილიარდებს საქართველოს ბიუჯეტი რამდენია სულ კი იცით. ხო, სააკაშვილმა არჩევნებისთვის ასეულობით მილიონი დახარჯა.
შესაძლებელია მილიარდი ძალიან ძნელი ამიხმა და ეს ციფრი ჯამდება ინფორმაცია გაქვს დავიწყოთ იმით რომ სოფლებში მაგალითად პირდაპირ ყიდულობთ ადამიანებს სამწუხაროდ პირდაპირ ყიდულობთ ძალიან ბევრი ფაქტი მოვიდა რამდენი დავიწყოთ არა ასეთ გადაცემას არ უყურებთ მოდი ასე გავაკეთოთ წარმოვიდგენთ ხელმეორედ შენ ყველა ფაქტები დავალაგეთ იგივე ამ ტელევიზიაში ყველა ფაქტები არაფერი შეაყარე კედელს თეთრი ის ყიდულობთ ადამიანებს მოდი ამაზე გავიკამათებთ იმიტომ რომ საზოგადოების კი პროცენტი შეიძლება იყიდო დემაგოგია ძალიან ნებეცავი და შეურაცხყოფა ქვეყანას აკეთებს შეურაცხყოფას და ხალხს და თქვენ შეურაცხყოფა მიაკეთეთ იმ დაჭირებულ ადამიანებს რომლებიც აიძულეთ რომ არჩევნების დროს ისე მოგწეულიყო რომ თქვენ გინდოდათ ზოგი ძალით ზოგი დაშილებით ზოგი ფულით დაჭირებული ადამიანები იყიდნენ და ის ადამიანები იძულებული გახდნენ და ეხლა თურმე მე ვაყენებ საზოგადოებას თქვენ აკეთებთ შეურაცხყოფას მილიარდი დახარჯეს იმ ავტობუსებით და დარბოდებით იქ დაუკან ყვითელი ავტობუსებით ეს სამხედრო პირები დაყავდათ ათობით ადამიანი სააკაშვილო ჩადიოდა თითოეულ რაიონში და ესე იგივე ხალხი რო ხდებოდა ესე იგივე პლაკატებით მილიონები დახარჯეს იმ ბილბორდებში მილიონები დახარჯეს იმ პლაკატებში მილიონები დახარჯეს ისევ ხალხი რო დარბოდოდა ურიგებდნენ შაქარს ქუზს და ფულს აი ეგ იყო ის მილიონები ბატონო პალიკო და თუნდაც 15 მილიონის გახარჯვა ბიუჯეტიდან კატასტროფად სოციალურ პრობლემებზე ფიქრობთ თუნდაც თქვენ გადახედეთ სოციალურ პოლიტიკას ქვეყნის მე რეალურია პარლამენტში არ შევედი, ორჯერ მოვიგე. ორი მანდატი მოვიგე, არ შევედი, ხელზე ხარ. მე არ ავზივარ. რომელიც თანამდებობად მქონდა, ყველა დამსახურებული, როცა ჩემი მოგებული არჩევნები შევედი, დავტოვე ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, მეორეში დეპუტატის მანდატი გადმოგიგდეთ. იმიტომ რომ არ ვაღიარე ეს და არჩეული პარლამენტი ხო და მე მინდა სავარდელი ამბობ დათო საგადეზე სავარდელი გინდა გადმოგიგდეთ სავარდელი ხარ სუყალანი ეთქობა და ბატონი პავლე მე ქვეყანამედა ასე დავარდელი და დიდი სკოლა შესაძლოა ეჯორის ჩვენ მე სიძეცი ამის გამო თქვენს და მე მგონი რომ თქვა და თუ იმის გამო ავადლით ჩვენ რა იმის გამო თქვენ ბატონო თელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობთ მხოლოდ იმაზე როგორ შეიცვალოს ხელისუფლება და ასაუბრობთ იმაზე რაც გააკეთეს ხელისუფლების შესაძლებლად შემოგარგოთ თქვენმა ხელისუფლებამ სამ ფურცლებზე დაწერეთ ძალიან კარგად ნახოთ სამ საბახის ფურცლებზე წარმოადგენთ პარლამენტში 2004 წელს ქვეყნის განვითარების გეგმა და ახალმა მემარჯვენეებმა 1000 გვერდზე დაგიწერეთ 900 დღე განვითარების 10 დაგიწერეთ მოსჩეთ ამ რითერაშა საპრეზიდენტო არჩევნები რო იყოს დაუშვათ საკაშიც აქვს მონაწილეობის უფლება დღეს ჩვენი კონსტიტუციით პრეზიდენტი შეიძლება იქნას არჩეული მხოლოდ ორჯერ ვერ მიიღებს ხო მიიღებენ და შეუძლია ორჯერ იყოს ამას სპეკულაციების დიდი ხალხი მოგესალმებით ბატონო პალიკო თქვენ არ მოდი თქვენ შეკითხვები და შემდეგ უპასუხებ ყველა მისად თქვენ არ აღიარებთ რომ დღეს ქვეყანაში არის კრიზისი ხომ არ გაგონებთ ეს 7 ნოემბრის წინა პერიოდს როდესაც ხელისუფლება არ აღიარებდა რომ იყო კრიზისი და სინამდვილეში მივიღეთ ტრაგედია და მეორე გასაგებია ხელისუფლების არგუმენტი, რომ არჩევნების ჩატარებისთვის არ არის შესაბამისი ფინანსური რესურსი. არის ფინანსური რესურსი იმის ქვეყანაში, რომ გაუძლოს ის საპროტესტო ტალღას, რომელიც არჩევნების არ დანიშნვის შემთხვევაში აბორტებს. თუმცა იქნება საპროტესტო ტალღა. ამათ არ აღიარეს ტრაგედია. ამათ აღიარეს ის, რომ ულოცავდნენ იმ დღეს გახსოვთ ძალოვნებს. ულოცავდნენ გამარჯვებას. მე აღიარებ რომ შეცდომა ბატონო. ულოცავდნენ რომ აი ყოჩაღა დაარბიეს ხალხი და დაარბიეს ოპოზიცია. შეკითხვები და მე ყველას გეკცემათ საშუალება. მაგიჩათელი სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი, როდესაც საუბარია იმის შესახებ